პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს მხარი 94 დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა მხოლოდ 9 დეპუტატმა მისცა. კენჭი უყარეს ასევე მისგან გამომდინარე ორ კანონპროექტს, კერძოდ საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასა და სახალხო დამცველის შესახებ კანონპროექტს. დეპუტატებმა პრეზიდენტის მორიგი ვეტო ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზეც 94 ხმით 9 წინააღმდეგ დაძლიეს. ვეტოები იქნა დაძლეული, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის შენიშვნები ნამდვილად არ იყო საფუძვლიანი. მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები უზრუნველყოფს მაუწყებლის დამოუკიდებლობას და აი ის ზეწოლები, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში იყო და სამწუხაროდ ეს ვლინდებოდა კონკრეტული მაუწყებლის საქმიანობაში, ეს ამას ბოლო მოეღება და ვფიქრობ, ეს კანონპროექტი მნიშვნელოვნად ეს კანონი უკვე ამჯერად მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დამოუკიდებელი მაუწყებლობის განვითარებას. 7-8 თვე მიმდინარეობდა მუშაობა, რაც ჩვენ პარლამენტში ვართ და სინამდვილეში წელიწადნახევარი მანამდე, როდესაც ეს პაკეტი პირველად იყო ინიცირებული ჯერ კიდევ ძველ პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია საშუალებების მიერ. ყველანაირი კონსენსუსი არის მასში, რაც კი შეიძლება არსებობდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ეს არ იყო რაღაც უპრეცედენტო შემთხვევა, ისე რომ ჩვენ ნებისმიერ ვეტო, რომელსაც დაადეს პრეზიდენტი, იქნება დაძლეული, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ჩვენ სულ გადაწყვეტილებას ვიღებთ პარლამენტში და ეს კანონები, რომლებიც არის მიღებული, საჭიროა სახელმწიფოსთვის და ქვეყნის